საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, აბა როგორ ხართ? ესე იგი გაოცებული ვარ მეგობრებო. აი ზოგიერთი აქ მსმენელის გამო ძალიან გაოცებული ვარ. მეცინება. სასაცილოა უკვე, სატირალი რო არ იყოს. სალამი ყველას და მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. აი იმ ადამიანებს მოგესალმებით, ვინც დადებით ენერგიას მიტოვებთ მეც და იმის სურვილს მიტოვებთ, რომ ისევ მოვიდეთ თქვენამდე. აი ყველას გაგიმარჯოთ უფალმა. ხო, ეტყობა იგია რომ მოქმედებს. ადამიანებზე დასავლეთ ხალხზე ეტყობა უფრო ძალიან მოქმედებს. კითხვა პასუხი არ მაქვს მეგობრებო. კითხვებზე პასუხი არ მაქვს. ერთი მიწერს წეღან კომენტარს. რატომ ტყვილობ გო? უეჭველი ბათუმიდანა, უფრო ზემოდან იქეთ აჭარიდან. ჩემი თავი შემოევლოს ყველას. ჰელე გო რომ არ ტყვილობ რა ვქნა? ხო. ეიდა რომ არ ტყვილობ რა დავქნა გო? საღამო მშვიდობის მეგობრებო, გოებო და ბიჭებო. გო, სალამი და დედას გეფიცები უნდა გადავფიჩინდე. ამდენი შური და ბოღმა საიდან მეგობრებო? აი საიდან? გადავედი მის გვერდზე და 7 ადამიანი ყავს მეგობრებში. ეხა ხო იცით ასეთებს ვინც წერს, ვისაც ეწვის ყველაზე მეტად ის. აი ვიზეც საუბრობთ ზუსტად ჩვენ ყოველ საღამოს. აი ის არიან ესეთი ადამიანები, ვისაც ეწვით. ხო. ეი და გო, ნენე რა დავქნა? აი მომიტევეთ მეგობრებო. არ დააგვიანეთ, ამ წუთას მოვედი. აი ამ წუთის შემოსული ვარ ჩემო ძვირფასებო, როგორც კი გამთავისუფლდი, მაპატიეთ წუხელ ვერ შემოვედი. მიზეზი იყო იმის, რომ ჩემმა დაქალმა, ჩემმა მეგობარმა, ჩემმა ძალიან გულით საყვარელმა ადამიანმა, ანუ ადამიანს სჭირდებოდა ჩემი დახმარება და მასთან ვიყავი წუხელ რო იტყვიან საუბრით. ამიტომ მომიტევეთ, მაპატიეთ და დღეს მოვედი თქვენთან ჩემო ძვირფასებო. თუმცა კარგ ნოტებზე მოვედი. აი მე აღარ შემიძლია, დედას გეფიცები არ შემიძლია. აი ესეთი ადამიანები არ შემიძლია. მე ერთო რა ვქნა, მაპატიე უფალო, მაგრამ რა ვქნა? გო, ასე რო დაწერს ადამიანი. რატომ ტყვილობ გო? ხო, თუ ტყვილობ გო რას მიისმენ და? გუყევღელეზე. ხო. აი ესე მეგობრებო. მეც ბათუმელი ვარ. იმ გოელი ვარ მეც. ხო. მაგრამ ასეა. მაგრამ მეც უსმენს ხვის საჯარო გაშლებს, მასეთ რაღაცებს არ ვწერი იქ სამარცხვინოდ. მეგობრებო, რანაირი წესია, რანაირი საუბარია, რანაირი ტაქტია, მიგაქ ინფორმაცია ჩემგან და მე საკუთარ თავს იწვავ ეს გო. რატომ ტყვილობ? თუ ტყვილობ, რატომ მისმენ ცავ? სალამი. მეგობრებო, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ხო, მეცინება უკვე. ხო, აი ყოველ დღე კუმფეხი უნდა გამოყოს, რომ მანიკურები წამისვითო. არა და სასწაულად შემიძლია მანიკურების წასმა, უღონ მართლა, ხუმრობის გარეშე მეგობრებო. შემიძლია. კი, მე ყველაფერი შემიძლია. ხო. აი ასეა. კი, ჩემთან ყველაფერი უცნაური ხდება მეგობრებო. სერიალები შეგვიძლია გადავიღოთ. მოკლედ ეხლა ბევრი რომ არ გავაგრძელო, რატომღაც ძალიან კარგ ნოტებზე დავიწყეთ. ხო, ხვალ ავტვირთავ და შეგიძლიათ რიპეტე გაუკეთოთ, თუ რა ქვია, რიპი გაუკეთოთ და იცინოთ მეგობრებო. არაა პრობლემა. აი ეს მეცინება. არა და არ შემიძლია ხმა მაღლა სიცილი.
ოხ, მოკლედ ჩემო ძვირფასებო. რეპეტე, კი ბატონო, მოდი მეგობრებო, ეხლა ჩვენ რაზე უნდა ვისაუბროთ. ფინანსებით შევეკითხოთ, რა პრობლემაა ჩემო ძვირფასებო? ოჰო. ფინანსებით შევეკითხოთ, რა პრობლემაა? ჩაუწევ ტელეფონს, მაპატიეთ, აი ესე. თუმცა ვიბრაციას მაინც გაიგონებთ, მაგრამ რა ვქნა? ეხლა მე ვიმარაგებ ჩემს პასტას და ფურცელს, რომ დავიწეროთ კითხვები, რა გვაინტერესებს. საღამო მშვიდობის ყველას ჩემო ძვირფასებო. გვაინტერესებს ფინანსები. ჯერ პირადი. მერე ფინანსები. ნუ ეხა პარტნიორის გარეშე არ შეგვიძლია, ხო? მე მგონი არ შეგვიძლია. ხო და მე 1-2 ისეთი თუ გამოგვიარს გოს და ჭოს რო დაგვიწერს, კიდე ხო ავშენდით. ხო, მეგობრებო, აი ესეთი ადამიანებისთვის კიდე რაღაც სახელი უნდა მოვიფიქრო, მაპატიეთ, მაგრამ ნუ რა ვქნა. საღამო მშვიდობის ყველას. საღამო მშვიდობის. გაიხარეთ უღრმესი მადლობა. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ეხლა ვნახოთ, რაზე უნდა ვისაუბროთ დღეს. ფული იყოს. ხო, თავარია კონდეს ფული, რომ არ იყო დაჩაგრული, კი? მე ეს დასკვნა გამოვიტანი უკვე და არ მაქვს უფულობა, ამიტომ დაჩაგრულად არ ბრძნობ თავს მეგობრებო. ნამდვილად არა. არასდროს ყოფილ ვარ სხვაზე დამოკიდებული, არც ვარ და არც ვიქნები. ხო. აი ასე. მოდი ახლა მითხარით, თქვენს პირადში რა ხდება, აბა ვაჟბატონი თუ ქალბატონი, ქუცურა თუ ცუგურა გამოჩნდა? ვინმესთან მეგობრებო, ეს ჩემი ქუცურა 2 დღეა გაწარწალებული მწერს. ეხლა გურულ კილოზე გადავერთვე მეგობრებო. მეგრული არ შემიძლია, თორე მეგრული და იმერული სიცხლიც მაქვს, კი. მეგრელის, იმერელის და გურულის ნაჯვარი ვარ. ეხლა მიხვდით რა ვარ. რაც მთავარია, ჩემო ძვირფასებო, ადამიანობა არასდროს არ დამიკარგია. ადამიანი ვარ. ხო. არ მაქვს კითხვებზე პასუხი. ხო, დავიწყოთ ეხლა, რაზე უნდა ვისაუბროთ? ჩემო ძვირფასებო. სანამ კრუნჩხვები დაეწყო ჩვენს ტელეფონს. ბედის ბორბალი ტრიალებს მეგობრებო. ნამდვილად ტრიალებს ბედის ბორბალი. ბედის ბორბალი უკვე ტრიალებს. ეს უკვე არის პერე ვაპლაშენიე. აი პერე ვაპლაშენიე, გარდასახვა. თქვენი ბედის ბორბალი უკვე ტრიალებს მეგობრებო. ხო, რაც ამოვა პირველი კარტი არის ბედის ბორბალი. თქვენი ბედის ბორბალი ტრიალებს უკვე, ეს კარგად იცოდეთ. უკვე ტრიალებს მეგობრებო, კი. უკვე ტრიალებს, თქვენ და სასიკეთოდ ოყონთ. ხო. ნამდვილად. კარგი, აბა რა მოვა კიდევ? აი ბედის ბორბალია ჩვენი დღევანდელი თემა. ოხ, აბა ბედის ბორბალი. აბა ჩვენი ბედის ბორბალი როგორ ტრიალებს, მეგობრებო, რას გვეტყვის კიდე ბედთან დაკავშირებით? ჩემი დასტა. კიდევ რას გვეტყვის? ხო, აი აფეთქებები მეგობრებო, სამყაროში აფეთქებები ხდება უკვე თქვენი გავლილი ცხოვრების გამო. ამიტომ დატრიალდა ბედის ბორბალი. ნუ რა ვქნათ, ხო, აი ხედავთ, ხო? რადგან ჩვენ ვერ ვაგვარებთ ვერაფერს, სამყაროც შეძრწუნებულია და ტრიალებს ბედი ჩაირია უკვე ამ ყველაფერში. ხო, აი რო გაქვთ შიშები, რო გაქვთ პანიკური შეტევები, რო გაქვთ აი ემოციური ფონი, ბევრი თქვენთაგანი ჩაკეტილია. აი ამ სტრესში ხართ ახლა. აი ესე. აი რა ქვია ამის იქეთ ესე მარტო ხართ ჩაკეტილები ბნელ ოთახში? ბევრი თქვენთაგანი იქნება ზუსტად განმარტოებული ახლა და ძალიან აი რა ვთქვა? აი ტრევოგა, აი განგაში გაქვთ უკვე ატეხილი. ხო. აი ასეთ სიტუაციაში ხართ ბევრი. კიდევ რა ხდება მეგობრებო, ბედის ბორბალი. ხო,
აი მეგობრებურისთვის ხართ ასე, პირადი. როგორც ყოველთვის პირადი. ადამიანის გამო ხართ ასე, ჩაიკეტეთ. ამ ადამიანზე რაღაც ჭორებს გებულობთ. ეჭვიანობთ. კი, ჭორებს გებულობთ და ეჭვიანობთ. ერთ დროს ამ ადამიანთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა გქონდათ. ბევრ სიყვარული გქონდათ, დაფასება გქონდათ, აი მეგობრული ურთიერთობა გქონდათ. ვის როგორ და რა იყავით მეგობრებო? ბევრი თქვენთაგანი ბავშვობიდან მოდიხართ ერთად. მოდი ესეც ვთქვათ. ვაღიაროთ, რომ ბევრი თქვენთაგანი ამ ურთიერთობაში ბავშვობიდან მოდიხართ ერთად. ანუ დიდი ხნის მეგობრობა, დიდი ხნის ურთიერთობა გაკავშირებთ. და ასეთი ადამიანის გამო ეხლა ხართ ჩაკეტილები და ასეთ ადამიანზე ეხლა ჭორებს გებულობთ. და ძალიან დაიღალეთ. ძალიან დაიღალეთ. ფანტაზიებში და ილუზიები ხართ ამ ადამიანთან დაკავშირებით, რომ ელოდებით როდის მოგწერთ, როდის დაკონკრეტდება, აი როდის წავა ის პროცესი, როცა ეს ადამიანი გააქტიურდება. ხო. როდის გამოიჩენს ინიციატივას, ვთქვათ. როდის გამოვა კონტაქტზე, ელოდებით. ფანტაზია, კარტიც ადასტურებს, რომ ელოდებით მეგობრებო. კონკრეტულად ელოდებით. აი როგორი იმედი გაქვთ. და აი ახლა რასაც საუბრობ, ბედის ბორბალი ტრიალებს ამასთან დაკავშირებით მეგობრებო. ესეც გაითვალისწინეთ. კი, ეს ჩემი ცოცხი რა კარგად მოქმედებს. როგორ მიყვარს მეგობრებო? ხო. რაც ეს ცოცხი ადრე მქონდა მე. მე რაღაც პერიოდი შევინახე, მიმავიწყდა თუ გადამავიწყდა, არ ვიცი და ეხლა მეგობრებო, ხო, აი, აღმოვაჩინე რომ მაქვს. მისი ჭირი მეთქვა. აი იმან რო დამიწერა წეგან კომენტარი და დავბლოკე, იმას მოუცოცხე მეგობრებო, ცოცხი მივაყოლე უკან. ამ ცოცხზე შემოვაჯინე და გაუშვი იმის იქით. ხო. ტყეში გაუშვი სოკოების საკრეფად მეგობრებო. ამ ცოცხზე შემომჯდარი აი ეს ადამიანი უნდა ვიყიდო. ისეთი უნდა ვიყიდო ცოცხი, რომელზეც ეს თვითონ ზის უკვე მეგობრებო. თლა დაგლიჯავს ყველაფერს ჩვენს ლაივს ხო ვაფშე დაახშობს. აღარ შემიძლია უბრალოდ. მეგობრებო, ამას ელოდებით მისგან. და სავარაუდოდ ესეც იქნება, ასეც იქნება. გარწმუნებთ, ესეც იქნება. კი, ამასაც მოესწრებით, მეგობრებო, არი ნერვიულოთ. უბრალოდ ელოდებით და თქვენ უბრალოდ არიცით ეს ყველაფერი როდის მოხდება. უბრალოდ არიცით. ან აღარ ელოდებით, არ ელოდებით ამ ყველაფერს. შიში გაქვთ ამ ყველაფრის, რომ არ იქნება. გულგატეხილები ხართ ამის გამო, აი ჩახმალულები ხართ. და გინდათ რომ ეს სამართლიანობა აღდგეს, ეს სამართლიანობის კარტია. ამ კარტში, ამ დასტაში ცოტა სხვანაირია სამართლიანობის კარტი. ხო, კიდე? ხო, აი მე რამდენჯერ მეგობრებო, რამდენჯერ გითხარით? რამდენჯერ კარტმა გაფრთხილება მოგცათ, რომ აი ესეთი ადამიანი უნდა შეიყვაროთ, მაიმუნს რომ გავს. ხო. ასეთი ადამიანი სხვაგან არ გაიხედება. გარწმუნებთ, მაიმუნივით სიმპათიური უნდა იყოს. აი ქვემოდან რა კარტია? თქვენ ამ ურთიერთობაში ძალიან დიდ პოტენციალს ხედავდით, მომავალს ხედავდით, იმედი გქონდათ, აი სიყვარული გქონდათ ამ ადამიანის მიმართ, ძალიან ბევრი იმედებს ისახავდით, ოცნებებს ისახავდით, ოცნებობდით. აი არ ვიცი რა ვთქვა, კი, ბავშვიც გინდოდათ, ყოლოდათ. მიუხედავად იმისა, ვინ მიყურებთ, არ აქვს მნიშვნელობა. ყველაფერ კარგს ფიქრობდით თქვენ პარტნიორთან დაკავშირებით. ხო. კიდევ რა, რას გვეტყვის კიდევ კარტი? ბედის ბორბალი. კიდევ რა, ბედის ბორბალი. აი. დაფიცება. სიტყვის მიცემა. დამახსოვრება. ანუ მიღწევები და მარალნაია სილა, გონებრივი
ძალა, აი მორალური სიძლიერე, რაღაც სიძლიერე. აი ეს ალბათ თქვენ ხართ და თქვენ უნდა გააკეთოთ ესე. საკუთარ თავს უნდა დაუფიცოთ, იმედი უნდა მიცეთ, რომ იქნებით სულიერად ძლიერები და თქვენს ბიზნესს მიაღწევთ, მეგობრებო. აი ეს კიდევ არის თქვენი შინაგანი ბავშვი შეიძლება იყოს და ამ ბავშვს უნდა თქვენ შინაგან ბავშვს უნდა მიცეთ პირობა, რომ ყველაფრისთვის იბრძოლებთ და აი ამ იმედს არასოდეს არ დაკარგავთ, იმიტომ რომ სამყაროში როცა ამ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მეგობრებო, თქვენ მაინც იმედს არ კარგავთ და მაინც გჯერავთ თქვენი ბედნიერი მომავლის, ამ ყველაფერს სამყარო ძალიან კარგად ხედავს და არასოდეს არ გიკარგავთ ამის პერსპექტივას, ასე რომ რაც შეიძლება ბევრი იოცნებეთ, რაც შეიძლება ბევრი იფიქრეთ კარგისთვის. ხო. უნდა იყვეთ ქვასავით ძლიერები, მეგობრებო, კი. უნდა იყვეთ ქვასავით ძლიერები. და აი თქვენი გამარჯვება, განთავისუფლება იმ ყველაფერი ცუდიდან, რასაც თქვენ ელოდებით და მერე წამოვა სიურპრიზებიც. აი ესეც იყო გუშინ არა და გუშინ წინ ლაივში. აი ამაზე გქონდა ჩვენ ზუსტად ამ სიურპრიზე საჯარო ლაივი, მეგობრებო, ასე რომ თავს უნდა მოერიოთ ჩემო ძვირფასებო და უნდა იყვეთ სულიერად, არ უნდა დაიცეთ სულიერად, არავითარ შემთხვევაში რა პრობლემებიც არ უნდა შეგხვდეთ, რა გაჭირვებაც არ უნდა შეგხვდეთ, რა დაბრკოლებებიც არ უნდა ხვდეთ ცხოვრებაში, მეგობრებო. მაინც ესე ქვასავით ძლიერები და მყარად უნდა იყვეთ და მყარად უნდა იდგეთ ფეხზე ყოველთვის. ასე რომ იმედი არასდროს არ უნდა დაკარგოთ, ჩემო ძვირფასებო. ესეთი იყო მოკლე მიმოხილვა ჩვენი დღევანდელ ბედის ბორბალზე და ეხლა ამ ჩვენი ლამაზი სათაურით მინდა გავაგრძელოთ დღევანდელი ჩვენი ლაივი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით ყველას, ვინც ახლა შემოგვერთით. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ჩემთან გვერდში დგომისთვის. აი იმ სითბოსთვის, იმ ყურადღებისთვის, იმ ენერგიის დაბრუნებისთვის, რასაც მე თქვენ მიტოვებთ და მიბრუნებთ, მეგობრებო, ყველას, აბსოლუტურად ყველას ვკითხულობ, აქაც და YouTube-ზეც და TikTok-ზეც. ასე რომ უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს. ეს ჩემი სტიმულია, ეს ჩემი სიხარულია, ეს ჩემი გაღვიძება, აი ეს ჩემი ყველა გადადგმული ნაბიჯის საზღაურია, რასაც თქვენ მე მიბრუნებთ. ასე რომ უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო. ეხლა გავაგრძელოთ ჩვენი დღევანდელი ლაივი, ჩვენი თემა. ბედის ბორბალი. მოდი ჯერ დავიწყოთ, ვინ ხართ თქვენ? აი როგორი ადამიანები მიყურებთ. მაინც მოდი დღესაც ესე სწორ ფორმაში წავიკითხავ კარტს. რადგან ბედის ბურბალია, ნახოთ ახლა რას გვეტყვის. სწორ ფორმაში, ვინ ხართ ახლა თქვენ? როგორი ადამიანები მიყურებთ? ოჰო, სულელის არკანში, რატომაც არა? აბატონო, მეგობრებო. სალამი ყველას ამის გამო მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ამ საქციელს. კი, ადამიანები მესაკუთრეები თავისი ცხოვრების, ადამიანები, რომლებიც უკან არაფერზე დაიხევს, ამ მოგონებასაც უკან დატოვებს. თუმცა გაუგებრობაშიც რომ მოხვდეთ თქვენ, მეგობრებო, თქვენთვის გაუგებარი რო იყოს, აი ამ სულელის არკანით ცხოვრების გაგრძელება, მეგობრებო, თქვენ მაინც გააგრძელებთ და ზუსტად ის რომ თქვენ არიცით რა გზას ადგახართ, აი მანდ ვართ ზუსტად. ესაა ის ჭეშმარიტი გზა, სადაც მიდიხართ, ჩემო ძვირფასებო. ხო, აი ასე, კი. კიდევ. გაიხარეთ, უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა, ჩემო ძვირფასებო. გაიხარეთ. კიდევ ვინ ხართ თქვენ, როგორი ადამიანები მიყურებთ? კი, ეხლა კი ხართ ასე, მაგრამ ნუ ხართ ასე, მეგობრებო. თქვენ ყველაფერი ძალა გააქვთ. ნუ ხართ ასე. აი, როგორები ხართ? ეხლა ეს და ეს ხო განსხვავდება ერთმანეთიდან, მეგობრებო. არ მომწონს ახლა მე თქვენი სიტუაცია. ეხლა ბევრი შეიძლება დამიწერთ რომ არ ვარ ასეო, მაგრამ თქვენი ქეცნობიერი მაპატიეთ. ხო, თქვენი ქეცნობიერე მაინც ამბობს, იმდენად დაღლილი ხართ, მეგობრებო, ძალა აღარ გააქვთ, თუმცა მაინც ებრძვით და ეჭიდებით. მაინც ყოჩახ თქვენს გამძლეობას, კი. კიდევ ორი კარტი, როგორი ხართ თქვენ? აი ოჯახის ადამიანები. აი რა ვთქვა? ადამიანს, რომელსაც ყოველთვის მოყავს საკუთარი თავი ბალანსში. კი.
აი ნახეთ მეგობრებო. აი მეგობრებო, ნახეთ რა სურათია აქ ხედავთ, ხო? აი მეგობრებო, რა სურათია ხედავთ? აგერ თქვენი პარტნიორი, აგერ თქვენი პარტნიორი და ოჯახი. ოჯახი გაქვთ მეგობრებო, ან ოჯახზე ფიქრობთ, ვის რა გქონდათ თქვენ სიტუაციას მოირგეთ, ძალიან გტყოთ. ხო. გოებო და ჭოებო. პაპატიეთ ჩემო ძვირფასებო, ნუ რა ვქნა ხა, თუ არ ვიხუმრი არ გამომდის. ხო. რა გავაკეთო, მეცინება უბრალოდ თავს ძალიან ვიკავებ, დედას გეფიცებით თავს ძალიან ვიკავებ. აი მე ფიქრება იმ ადამიანზე, ვინც ეს დაწერა, რატომ ტყუილობ გო? ეს არ ამომივა კარგა ხანს გონებიდან. ხო. მოკლედ მეგობრებო, მინდა იმედი მოგცეთ, რომ თუ კი თქვენ ახლა განაწყენებული ხართ ადამიანზე და თუ კი არა კი ხართ ნამდვილად, ჩვენი დღევანდელი ლაივიც, აი ეს სწორედ ბედის ბორბალი. ანუ უყურეთ, ეს ადამიანი თქვენსკენ იხედება. ამ ადამიანს თქვენთან ბალანსის შენარჩუნება უნდა. თუ კი ეს თქვენი ოჯახის წევრია, კი, ასე იქნება. თუნდაც არ იყოს ოჯახის წევრი და ოჯახი გინდოდათ ამ ადამიანთან შეგექმნათ, ხო? მეგობრებო, ამასაც ელოდეთ. ჯერ დედოფალი კრუელა ყავს. ნუ რა ვქნათ, ჩემო ძვირფასებო. ყველასთან ხო ერთნაირად არ რეზონირდება, ამიტომ აი რაღაც აიღეთ თქვენი. თქვენი იქნება მაინც თქვენს სასარგებლოდ რაღაცა ინფორმაციას მაინც აიღებთ. ამაზე ეს გულთან არ მიიტანოთ, თუ ყველაფერი ზუსტად ისე არ დაემთხვევა, რასაც ვამბობ. ხო, ასე რომ გავაგრძელებ და ამ ადამიანს უნდა თქვენთან ბალანსის დაბრუნება, შენარჩუნება, ანუ თქვენსკენ იხედება მეგობრებო, ეხლა მოსვლას თუ ამ გადასახედიდან, ამ კარტიდან ეხლა ჯერ არ ვამბობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი თქვენსკენ არ ფიქრობს. ხო. ცოცხი. ნუ, ცოცხის გარეშე აღარ შემიძლია უკვე. მე ამ ცოცხმა სასწაულები მოახდინან ბოლო დროს მეგობრებო. ლამის გეფიცები უნდა ვიყიდო, კიდევ ბევრი უნდა დავალაგო აქ. იქნებ გვეშველოს. ხო. აბარა. იქნება და გვეშველოს მეგო. ნენი იქნებ და გვეშველოს. ხო. ხო და მეგობრებო, აი მეგობრებო. აჰა, თქვენი ოცნებები, აი ჩაბრუნებული კარტი. ჩემო ძვირფასებო, არიქა გვეშველა. აბა რა, ანა მარია გვეშველა. აგერ მზე და აგერ მთვარე უკან კიდევ ვარსკვლავები. ხო? ჩვენი ქართული ზღაპარი. ძალიან მიყვარს ჩვენი ძველებური ქართული ზღაპრები. გიждები ყველა თითოეულზე, აქეთ მზე, იქეთ მთვარე, უკან კიდევ ვარსკვლავები. აბატონო, თქვენი სიზმარი მეგობრებო. ოღონდ ხონჯა აკლია ამას ამ ყველაფერს, რომ ესე გახხვიოთ ყველაფერში და ჩემი სიზმარი შენ, ჩემი სიზმარი შენო. ჩემო მეგობრებო, ხუმრობა იქეთ იყოს და მართლაც ეს ადამიანი თქვენსკენ იხედება. დღეს რატომღაც კარტებია ამოbrunებული. კი, მეგობრებო, როგორ მოდის? ისი ჭირი მეთქვა, ჩემი ცოცხი, მოკლედ, როგორ ცოცხავს, კარგ ამბებს. მეგობრებო. თვარე და ვარსკვლავები, აგერ ხატია ვარსკვლავი. ხო, ეს ადამიანი მოდის თქვენთან. რაოდენაც არ გჯერავთ, ეხლა რა უნდა ვქნა მეგობრებო, იცი, ვისაც უწერია კომენტარებში არ მჯერავსო, ყველა უნდა წავშალო. იმიტომ რომ, ხო, აი ვისაც არ ჯერავს, ისიც ჩვენ გვიკარგავს იმედს. აი მეგობრებო, ნუ ჯერავს, ჩვენ გვჯერავს და გვაცალონ. გვაცადე კაცო. რატომ მიკრძალავ ოცნებას, რატომ მიკრძალავ ფიქრს, რატომ მიქრობ იმედებს პერსპექტივაშიც და ახლანდელსაც, რა უფლებით მიქრობ? ვინ ხარ ადამიანო? მინდა და ვიჯერებ, რა პრობლემაა? ვისი რა უფლებაა, მეგობრებო? რისიც გვჯერა, იგი მოდის. ეს ჭრის იცოდეთ. აი ზუსტად, რისიც გვჯერავს, ის მოდის. ხო, ხუთსურათი თუ არ მოდის, სხვა ადამიანით მოდის, ასე რომ არ ინერვიულოთ ამაზე მეგობრებო. აი ზუსტად მეგობრებო. აი ზუსტად, დედას გეფიცებით, ზუსტად ასეა.
ასე რომ ესეთია თქვენი ენერგიები და ესეთ ენერგიებში ხართ ახლა თქვენ. კი. ესეთ ენერგიებში ხართ მეგობრებო. აქ ვინ მიგზავნის ერთი მეგობრობას. ერთი წუთით ჩემო ძვირფასებო. ვერავის ვერ ამოვიყვან, ეხლა მაპატიეთ. ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ. როდესაც მხოლოდ ვისაუბრებთ, მაშინ შემიძლია ამოგიყვანოთ ჩემო მეგობრებო, ასე რომ მაგისთვის ერთ დღეს გამოვთქვამ, დავთქვამ მაგისთვის, დავგეგმა და მხოლოდ საუბრისთვის ჩავთავ ლაივს, რომ უბრალოდ ვისაუბროთ. კი ბატონო, არც მაგაზე გეტყვით უარს. დავიწყოთ ჩვენი ბედის ბურბალი. რაღაცა ბჟუტავს ჩემი ნატურა მეგობრებო, ძალიან ბჟუტავს და რა ხდება არ ვიცი. მე მგონი დასატენია ერთი წუთით მეგობრებო. სულ ერთი წუთით მაპატიეთ. სულ რაღაც ერთი წუთით. აი, შევაერთე სატენზე. დავიწყოთ ახლა ჩვენი ბედის ბურბალი. მოგესალმებით ყველას მეგობრებო, ღრმესი მადლობა ჩემთან ყოფნისთვის. და დავიწყოთ ბედის ბურბალი. ესე იგი, რა შეიცვლება ხვალიდან თქვენს ცხოვრებაში? ხვალიდან არა, აი ამ წუთიდან როგორ ტრიალებს თქვენი ბედის ბურბალი? აი ამ წუთიდან, ამ წამიდან როგორ ტრიალებს თქვენი ბედის ბურბალი? წარმატებისკენ, შემოსავლისკენ, პრობლემების გადალახვისკენ, გამარჯვებისკენ და ყველაფერი სიკეთისკენ მეგობრებო. მოლაპარაკებებისკენ, ჩემო ძვირფასებო, კიდევ როგორ ტრიალებს თქვენი ბურბალი? ქურუმი ადამიანები მიყურებთ ახლა თქვენ, ძალიან მოკრძალებულები, ძალიან თავაზიანები, ძალიან გულკეთილები, აი ყურადღებიანები, აი ადამიანები, რომლებიც ყველას მიმართ გამოხატავენ სითბოს, ყურადღებას, ძალიან სულიერი ადამიანები. და ესეთ ადამიანებს გაქვთ კოშკი, ნგრევებში ხართ მეგობრებო, თუმცა ეს ცუდი არ არის. ეს არის ძველი და სასრული, ძველებური უკვე საერთოდ არაფერი აღარ იქნება. ძველებურად აღარ იქნება. ის ძველი თქვენ უკვე აღარ იქნებით. უკვე აღარ ხართ, უფრო სწორად. ასე რომ ხვალიდან იქნებით უფრო სხვანაირები. თქვენი ბედის ბურბალი ისე დატრიალდა მეგობრებო, რომ აი ეს ნგრევები ზუსტად იმისთვის არის და იმისთვის მოხდა, რომ ყველაფერი შეიცვალოს. აი ნახეთ, ქვემოდან რა კარტია? სამართლიანობისკენ. ყველაფერი უნდა აღდგეს სამართლიანად. სამართალმა პური უნდა ჭამოს. ხო. ბევრი თქვენთაგანი სასწორი შეიძლება იყვეთ. ხო. სასწორის ნიშნის ქვეშ ადამიანები მიყურებდეთ. ამას ნუ მივაქცევთ, ახლა დიდ ყურადღებას ნუ მივანიჭებთ. ეს არ წყვიტავს ყველაფერს, უბრალოდ შეიძლება იყვეთ. კი. ბედის ბურბალი ზუსტად ტრიალებს, იმიტომ მეგობრებო, რომ თქვენ უფალს ძალიან თხოვეთ. თქვენი ცხოვრების შეცვლა. თქვენ უფალს ძალიან თხოვეთ თქვენი დეპრესიიდან, თქვენი სტრესიდან, თქვენი ჯოჯოხეთური ცხოვრებიდან, შფოთვებიდან, გულის ტკივილებიდან, ტრამვებიდან გამოსვლა. იმ ბალოტიდან გამოსვლა, რაშიც ხართ. ეს თქვენ ძალიან თხოვეთ უფალს. აი ეს თქვენ ხართ მეგობრებო. რამდენჯერ თხოვეთ? რამდენჯერ თხოვეთ მეგობრებო? რამდენჯერ? ძალიან ბევრჯერ. მაინც იგივე წრეზე დაბრუნდით. მაინც საკუთარი თავი არ დაინდეთ. მაინც გაუყარეთ იმ ბაწარში თავი. რამდენი ხართ ესეთები მეგობრებო? აღიარეთ. მეც ვარ, აი თქვენსავით. მხოლოდ თქვენ არ ხართ. მეც ძალიან ბევრჯერ. და ბოლოს ისე მწარეთ დავიფიცე, რომ საკმარისია უკვე. კი, აი ესე ხართ ეხლა თქვენ. ეს არის ბოლო. ესენი უკვე იყო. ეს უკვე იყო. აი ესაა ეხლა. ეხლა ესაა. და თქვენ ზუსტად საკუთარ თავს მიეცით პირობა. აი მეგობრებო, იქ რო იყო კიდევ საჯარო პირველად რო კარტები ამოვიღე. თემასთან დაკავშირებით დაიფიცეთ. თქვენ პირობა დადეთ უფალთან. მეგობრებო, აი ის კარტი უნდა მოძებნო ეხლა. აი ზუსტად ის კარტი უნდა მოძებნო ეხლა. რო უფალთან დაიფიცეთ ზუსტად. აი ეს კარტი.
აი ესა მოვიდა. რო დავიწყეთ საჯარო გაშლა. აი მეგობრებო, რომ დაიფიცეთ თქვენ უფალთან დაიფიცეთ, რომ ეს ერთი და დამთავრდა. მეც აღარ ვატკენ საკუთარ თავს გულსო მეგობრებო, კი? ხო, აი მეგობრებო ზუსტად. აი ზუსტად. აი ნახეთ ქვემოდან რა კარტია, მაგის კარტი. თქვენ უფალს მიეცით პირობა, რომ თქვენ იქნებით თქვენი ცხოვრების მაგები. თქვენ იქნებით თქვენი ცხოვრების ბატონ პატრონები. მხოლოდ თქვენი აზრებით, მხოლოდ თქვენი იდეებით, მხოლოდ თქვენი წარმატებებით, მხოლოდ თქვენი აზრებით და მოქმედებით. აი всё. მორჩა კინო, წერტილი. დასასრული. პროლოგიც შედის ამაში და ეპილოგიც მეგობრებო. როგორც გინდათ ისე გაიგეთ. აბატონო, მე აქ ისეთი ენერგიები მომდის ახლა მეგობრებო, რომ მე ვიცი თქვენ რა გაიარეთ უკვე, იმიტომ რომ აი ეს გავიარე მეც. კი, აი გეფიცებით შვილის სულს. ესე დაჩოქილი სანთლით, ცრემლებით, ბღავილით, როგორც გინდათ, აი თუ გულით არ ვამბობდე. თხოვე აი ზუსტად ეს ერთი შანსი უფალს. რო ჩემი შეცდომები გამომესწორებია. გეფიცებით ადამიანობას. აი, იმდენად ემოციით ვსაუბრობ ახლა. დავიფიცე მეგობრებო, გეფიცებით. აი ესე დავიფიცე შვილის საფლავზე. ზუსტად ესე დავდე მის სურათზე ხელი და დავიფიცე, რომ და უფალთანაც ვთქვი სიტყვა, რომ საკუთარ თავს აღარ მივაყენებ იმ ტკივილს, რაც გავიარე. ჩემი ალალობით, ჩემი ალალმართლობით. აი ზუსტად. აი ეს ვარ ახლა მე. კარგი გაგებით. კარგი გაგებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს რამეს უშავებ. არა. მაგრამ ეს არის ყველაფერი. ეს არის ყველაფერი. კარგი გაგებით. აი ზუსტად. აი ესეთები ხართ უკვე თქვენ. გამორიცხულია თქვენ უკვე ვინმე რამე დაგიშაოთ მეგობრებო. და ეს სიტუაცია და ეს ფიცი არასოდეს არ დაგავიწყდეთ. არასოდეს არ დაივიწყოთ. თორე აქ მეტი თასი აღარ გაქვთ მეგობრებო. ეს არის შანსი, რომელიც უნდა გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, უფალს ყველა უყვარს მეგობრებო, უბრალოდ, რამდენხანს უნდა იწვალოთ. საკუთარი თავი ხო უნდა შეიცოდოთ მეგობრებო. საკუთარი თავი ხო უნდა შეიცოდოთ. უფალს ყველა უყვარს. უბრალოდ ბევრს არ ჯერავს მისი. არ ვიჯერებთ. მის რჩევებს არ ვითვალისწინებთ. მინიშნებებს არ ვითვალისწინებთ. მეც მასე ვარ მეგობრებო ზოგჯერ მარტო თქვენ არ ხართ. ეხლა ბოლომდე 100%-იანები ვერ ვიქნებით, მაგრამ ის რომ საკუთარი თავი ასეთ ტკივილამდე არ უნდა მივიყვანოთ, ხო? ეს არის პირველი, რაც უნდა გავითვალისწინოთ. მეტი არაფერი. სამართლიანობა უნდა აღდგეს. ყველაზე მთავარი. ესეც სამართლიანობის კარტია ხედავთ, ხო? ეს ტყუილ უბრალოდ არ ამოვიდოდა. ეს აქ ყოველთვის შეიძლებოდა ამოსულიყო ეხლა, მაგრამ ეს არ ამოვიდოდა იქ მეგობრებო. იმიტომ რომ იქ ყველა კარტი არ ამომილაგებია მე. რაც ამოვალაგე 10-15 კარტი იმაში ამოვიდა ეს. აქ შეიძლება რომ ამოვიდეს. იმიტომ რომ მე ყოველთვის ამ ტაროს დასტას ბოლომდე ვიღებ და ხსნი. ამათ არ ხსნი. იქ ამოვიდა ეს. ეს აქ შემთხვევით არაა. ასე რომ უნდა გაითვალისწინოთ. ეხლა ესეც თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ უბრალოდ კარტი რჩევას გაძლევთ. ხო. ასე რომ ხვალიდან ყველაფერი იქნება სხვანაირად მეგობრებო. უღრმესი მადლობა ყველას. გაიხარეთ. პინგვინი, მადლობა. კიდევ ჩემო მეგობრებო, რა იქნება ხვალიდან? აი ხვალ რო თვალებს გაახელთ. აი როგორი იქნება თქვენი ცხოვრება? აი ისეთი მეგობრებო, რო იტყვით და იტყვით რა. აი ეს შოკოლადი უკვე ჩემია. ამას არავის დაუთმობ. ხო, ეს დღე ჩემია. ეს ჩემია. აი ყველაფერზე იტყვით, ეს ჩემი არავის დაუთმობ.
ხვალინდელი დღე როგორი იქნება? შეტყობინებას მიიღებთ ხვალინდელ დღეს, აი როგორ მოიმატა შუქმა. ხვალ მიიღებთ შეტყობინებას, ან რაღაც ამბავს ელოდებით და გინდათ რომ მიიღოთ, ან უბრალოდ მიიღებთ ამბავს. რაღაც ამბავს გაიგებთ. ადამიანზე, რომელიც ჯიუტად გიდგათ, ეგოისტურად გიდგათ. ესე ვით ადამიანმა, რომელმაც ქუცურავ, რომელმაც წერტილი დაუსვა ვითომ ყველაფერს. ხო. აი, ამ ადამიანიდან მივიღებთ წერილს, ჩემო ძვირფასებო. ეხლა უნდა ავუწიო ხმას. შეგნებულად უნდა ავუწიო ხმას და ჩემი ქუცურა რომ მომწერს, მინდა რომ გაიგონოთ მეგობრებო. ხო. აი ესე. გაიგონეთ ხო აწევის ხმა? საჯარო გაშლა კი. საჯარო გაშლა კითხვების გარეშე. ხო მეგობრებო, აი ეს ადამიანი ესე რომელმაც გონია რომ მას რო გონია რომ წერტილი არა თქვენ რო გონიათ რომ წერტილია დასმული მეგობრებო. აი ამ ადამიანზე ან ამბავს გაიგებთ, ან ეს ადამიანი გამოვა კონტაქტზე. ხო, არ გეგონოთ რაიმე დასრულდა მეგობრებო. ესე არაფერი სრულდება. ამის იმედი არ გქონდეთ. გინდათ არ გინდათ. ხო, ამის ესე არ მთავრდება საერთოდ ზოგადად ურთიერთობები, გინდა წახვალ, მინდა მოვალ, მინდა წავალ, ესე არა. არა, მეგობრებო, ესე არ ხდება არსად. და აი ეს ადამიანი რომ კონტაქტზე გამოგცურდება, ეს ადამიანი რომ კონტაქტზე გამოგცურდება, მეგობრებო, ხო? აი თქვენ იგრძნობთ თავს გამარჯვებულად და აი ადექით და ერთი შამპანური გახსენით, მეგობრებო და გამიმარჯოსო ესე თქვით. ხო. აი ასე. აი ესე ჩემო მეგობრებო. აბა რა? გაიგებთ იმას, რომ ეს ადამიანი ღამე უძილობაშია. ხვალიდან რა იქნება და აი ეს ამბავი მოდის. კი. რომ ეს ადამიანი უძილობაშია. აბატონო. იქნებ თქვენც ნერვიულობდით, არც ამას გამოვრიცხავ მეგობრებო. ამ ადამიანზე ღამე უძილობაც გქონდათ შეიძლება. ხვალიდან ნებისმიერ დროს, შეიძლება აი ამ წუთიდანაც ნებისმიერ დროს. მეგობრებო, ახლა მართლა იმის არ იყოს, შეიძლება აი ამ წუთიდანაც იყოს, ხვალაც იყოს, ზეგაც იყოს, ახლა მე ამას ზუსტად თქვენ წერტილ დასმულად ვერ მოვიტან, არ ვიცი, მაგრამ გაიგებთ ამბავს, რომ ეს ადამიანი ძალიან ცუდათაა. უთქვენოდ ღამე არ ძინავს. ეშინია ღამე დაძინების. ხო, ამ ადამიანს ეშინია ღამე დარჩენის. აბა რა? ღამე არ ძინავს. დედიკო უნდა, თუ მამიკო, ცხაპრების მოყოლა უნდა. ხო, ადამიანი დანაკარგებშია და ძალიან ნაანობს თავის აქციელს. ადამიანს, რომელსაც უნდა ბალანსის შენარჩუნება, ბალანსში უნდა რომ მოვიდეს, ეს ურთიერთობა, ეს მდგომარეობა უნდა რომ მიაწყნაროს. ხო, სამყაროს იმედი აქვს ამ ადამიანს, მეგობრებო და გაუგებრობაშია, მაც არ იცის რა ქნას, როგორ ქნას, რა გააკეთოს, მოვიდეს, არ მოვიდეს, მიიღებთ, არ მიიღებთ. ნებისმიერი ამბავი და სიტუაცია მისთვის გაუგებარია. აი ვერ ხდება რა გააკეთოს. სიმართლე რო გითხრას. მოდის, მაგრამ როგორ მოვიდეს არ იცის. მოსლა უნდა როგორ მოვიდეს არ იცის. მოდის და მიიღებთ თუ არა არ იცის. რა თქმა უნდა, ახლა ისეთი აქვს დათესილი, რომ ენადაპირი არ იტყვის. აგონდებით, ელანდებით, ეფიქრებით, ენატრებით, მოგონებებშია წარსულთან. გეუბნებით, მეგობრებო, თქვენს წინ ვიღებ კარტებს. მისი ჭირი მე. ეს ადამიანი იხედება თქვენსკენ. ელოდეთ მისგან დაწყებას. ერთიანების თასი ესეც ტუზია და ერთიანების კვერთხები ესეც ტუზია. მეგობრებო, ორი ტუზი, აბატონო და შვაში ამ ადამიანს ყველანაირი იმედის და გამართლების იმედი აქვს. ჩემი ქართული მოგწონთ ხო? იმედის და გამართლების იმედი აქვს. ხო, იმიტომ რომ იხედება თქვენსკენ ახლა. მიუღებელია ჩემთვის ის პასუხი, ვინც დამიწერს არ ჯერა გო, რატომ ატყულებ გო? ეს ვინმე არ დამიწეროთ. კიდევ არ გადავხარხარდე ღამე. ხო, ჩვენი მოყოლილი ზღაპრები არ უნდა, ეს ადამიანი მის ზღაპრებს გვიღება და მისი ზღაპრები ჩვენ არ გვარგია.
შევეკითხებით ბოლოს ჩემო ძვირფასებ. აუ, რა ვქნა მეგობრებო, აი ნახეთ, ოჯახის შესაქმნელად, ხვავის, ბარაქის, აი ყველაფერი უნდა ამ ადამიანს თქვენთან. ეხა ეს თქვენი გადასაწყვეტია, მართლაც მიიღებთ თუ არა, მაგრამ მას უნდა კი მოდის ემოციებით, მოდის ბალანსის შესანარჩუნებლად, რადგან თქვენ ხართ მისი ოცნება და სტიმული რწმენა, ოჯახი უნდა თქვენთან, იმიტომ რომ თქვენოთ ძალიან ცუდათაა, მტარზე ვენოკია. ხო, აი ეს თქვენი გადასაწყვეტია უკვე ჩემო ძვირფასებო. ეს თქვენი გადასაწყვეტია უკვე. ხო, იმიტომ რომ ძალიან ცუდათაა. ძალიან ცუდათაა. აი ეს არის ყველაფერი ბედზე დამოკიდებული. ბედმა ქნა ეს ყველაფერი მეგობრებო. ბედმა დაატრიალა ესე ყველაფერი, რომ აქამდე თუ კი თქვენ ცუდად იყავით, უყურეთ, სამყარომ და ბედმა ისე მოაბრუნა საქმე, რომ თქვენ მოგცათ იმის ძალა, რომ გეღიარებინათ საკუთარ თავთან, რამდენი ტკივილი მიაყენეთ საკუთარ თავს ამ ადამიანის გამო. ეს ყველაფერი ბედის ამბავია ჩემო ძვირფასებო. ეხლა არ შემეკამათოთ ამის გამო. ხო, ჩვენი თავისფასი რო გვასწავლა ბედმა, აი ესაა ზუსტად საქმე, რო დაგვაფიცებია ბედმა და სამყარომ რომ დაგვაჩოქა და კუთხეში მიგვიწყდია, აი ზუსტად ესაა ის ბედის ბორბალი რო დატრიალდა მეგობრებო. მანამდე ვერ ვისწავლეთ ჭკუა. ხო. მანამდე ჭკუა ვერ ვისწავლეთ მეგობრებო. წარეთ დავიფიცე მეც, გეფიცებით. წარეთ. რო ოღონდ ის გულის ტკივილი არ მქონოდა, ოღონდ ის შფოთვები არ მქონოდა, ოღონდ ის თვალის წვა არ მქონოდა, ხამის უძილობა არ მქონოდა, ყველას რო ეძინა და მე რომ მეღვიძა მეგობრებო. ამაზე საშინელი არაფერი არაა. ხო, დავიფიცემ წარეთ, რომ აღარ მინდა ეს ოღონდ მომაშორე უფალო და აღარ გავიმეორებ. საკუთარ თავსაც მივეცი პირობა მეგობრებო, კი. დავიფიცე ოღონდ მწარეთ. იმიტომ რომ აი ესე ვიყავი. აი ესეც ვიყავი. აღარც ფინანსები მქონდა, აღარც ჯანმრთელობა მქონდა, ადამიანს რომელსაც სტაბილურობა მქონდა, ჩემი ცხოვრების მეგობრებო, აი ესე მოვიქეცი. აი ესე ვიყავი გეფიცებით. აი ზუსტად ეს იყო ჩემი სიტუაცია. ცოცხალი არა, მკტარი ვიყავი მეგობრებო. მკტარზე ვენოკი ვიყავი. კი. აქ ბევრია ნაცნობი, ვინც იცის მე როგორ ვიყავი. აქ ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი მისმენს, მაგრამ ვერ წარმოუდგენიათ მე თუ ვარ. მეგობრებო, ჩემი ბევრი მეგობარი მისმენთ. უბრალოდ წარმოდგენა არ გაქვთ ვინ ვარ მე. აი ესეთი სტაბილურობა მეგობრებო დავკარგე. ჩემი ფინანსები დავკარგე, ჩემი ადამიანობა დავკარგე, თავმოყვარეობა, მეგობრებო, კინაღამ დავკარგე, თავმოყვარეობა. მაგრამ მაგის უფლება არ მომცა უფალმა, რომ თავმოყვარეობა დამეკარგა. არასოდეს არ მაძლევს მაგის უფლებას მეგობრებო. მკტარი ავდექი, მკვდარი ავდექი მეგობრებო. გავცოცხლდი, კი. უფალს მადლობა, რომ აი ესე ვარ ეხლა. აი ესე ვარ ზუსტად მეგობრებო. ეს მაქვს უკვე, მე ჩემი სტაბილურობა მაქვს. აი ეს წუმპე იყო ზუსტად ის სიტუაცია, რაშიც ვიყავი, ის ჭაობი, ის ბალოტი, ის წუმპე, ტალახი. არ ვიცი რა ვთქვა მეგობრებო. რა ვთქვა არ ვიცი. აი ესეთი სიტუაცია გქონდათ თითქმის თქვენ და ამის უფლება არ მოგცათ უფალმა რომ თქვენ აქ გეცურათ. იმის უფლება არ მოგცათ რომ ასე ყოფილიყავით. არც ამის უფლება მოგცათ რომ თქვენ თქვენი ფინანსები შეგიძლიათ გქონდეთ და სხვაზე არ იყოთ დამოკიდებული. ამის უფლება უფალმა არ მოგცათ მეგობრებო. რას ლაპარაკობთ? ამიტომ მიგიმწყდიათ უფალმა კუთხეში. უფალს თავისი კანონები აქვს. და სამყაროს მეგობრებო. ხო, დატრიალებულია თქვენი ბედის ბორბალი. პროცესია უკვე მეგობრებო, იცოდეთ. ეს უკვე ტრიალებს. დატრიალდა უკვე ეს მეგობრებო. ეს უკვე დატრიალდა. სადაც თქვენ უფალთან დაიფიცეთ უკვე რომ მეც აღარ ვიზამ, ესე ფიცი დადეთ.
აი ეს ბურბალი იმ წამსვე დატრიალდა. ხო, აი აქამდე მიგიყვანა თუფალმა. კი ბატონო. დიდება უფალს, ნამდვილად. მოდი ახლა ვკითხოთ. ფინანსები. როგორი იქნება თქვენი ფინანსები? აინტერესებდათ კიდევ. როგორი იქნება თქვენი ფინანსები, მეგობრებო? თქვენი ფინანსები როგორი იქნება? ძალიან ბედნიერად იგრძნობთ თავს, კი? თქვენი ფინანსები წამოვა, მეგობრებო. ძალას იგრძნობთ, გამარჯვებას იგრძნობთ, მოიმატებს უკვე. კი, პაუზაში თუ იყო, მეგობრებო, მოიმატებს. კი, უკან მაინც არ დაიხიოთ. ეხლა რასაც არ უნდა აკეთებდეთ ფინანსებთან დაკავშირებით. თუ კი ბრძოლობთ, თუ კი თავჩახრილი მუშაობთ, მეგობრებო, თუ კი გაქვთ პაუზები, აქაც ბედის ბორბალი. ამის არ შეგეშინდეთ, მეგობრებო. ელოდეთ სიახლეების მოახლოებას, ელოდეთ სასიკეთოდ შეცვლას უკვე ფინანსების, ელოდეთ, კი, ელოდეთ, მეგობრებო. აი თქვენი ფინანსები. აი თქვენი ფინანსები. თუ კი ხელფასის მომატებას ელოდებით, ელოდეთ მომატებას. თუ კი რაიმეს დამტკიცებას ელოდებით, მეგობრებო, მიიღებთ. თუ კი სამსახურის შეცვლას ელოდებით, ან სამსახურს ელოდებით, რასაც არ უნდა ელოდეთ ფინანსებთან დაკავშირებით. ყველაფერი იქნება ისე, როგორც თქვენ გინდათ. კი. ამის შანს გაძლევთ სამყარო, იმიტომ რომ ბედის ბორბალი დატრიალდა, მეგობრებო. ვის რა სიტუაცია გააქვთ უბრალოდ? იმის და მიხედვით. ხო. იმიტომ რომ თქვენ ძალიან მუხჩახრილი შრომობდით. 24/7-ზე. სულ შრომობთ. სულ მეგობრებო, საქმეში ხართ ჩართული. თავი ჩარგული გაქვთ და შრომობთ. ხო, აი ამიტომ. და ეხლა ისეთი პერიოდი მოდის, რომ თქვენ დაისვენებთ. წასვლა თუ გინდათ დაისვენებთ. ფინანსები თუ გჭირდებათ დასასვენებლად, ამისთვისაც გამოგიჩნდებათ ფინანსები და წახვალთ, მეგობრებო. რისთვისაც გჭირდებათ თქვენ ფინანსები, იმისთვის გექნებათ. გარანტიას გაძლევთ. ეს არის დასვენების კარტი. ამოისუნთქებთ. კი ბატონო, აი ასე. ფინანსების ბორბალი გავარკვიეთ. ფინანსების ბორბალი მეთქენ, მეგობრებო. ფინანსების ამბავი გავარკვიეთ. ხო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით ყველას, ვინც ეხლა შემოგვიერთდით. უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო. და ყველა დალოცვილები გამყოფოთ უფალმა. გაიხარეთ. მოკლედ. მოდი კიდევ ეხლა რა ვკითხათ. მოდი ეხლა 1-2 სიტყვით პარტნიორზეც ვკითხოთ, პირადი, მეგობრებო, რატომაც არა. კიდევ ვკითხოთ პარტნიორზე, ეს ჩვენი უფრო ისეთი თემაა, რომ მოძრავიო. თუ უნდა კითხვა აგერა. კარეთანაა სულ, მეგობრებო. სესილიასავით კინოში როა, სესილია, რომელ კინოშია, მეგობრებო, გამახსენეთ? ქართულ ძველ კინოში. კარეთთან როა მოყურადებული, რა გაიგონოს, რა ახალი ამბავი გაიგოს, რო იჭორაოს. ხო, აი თქმა? ხო, თქმა? და გამოცხადება აგერა, მეგობრებო. აქა, მეგობრებო, არ ინერვიულოთ. რაიმე, მეგობრებო, რა უნდა გითხრათ, თუ იცით? ჩემი ქუცურა რა შვება, იცით? ყველა მოწერაზე მეუბნება, რომ მეგობრებო, ხო, რა მაგის პასუხია და უნდა გითხრათ. ყველა მოწერაზე მეუბნება, რომ აი ვოისი გაუგზავნო, ჩემი ხმა გაუგზავნო. თქვენ როგორ გონიათ, აბა თუ მეტყვით ეხლა, როგორ გონიათ, რისთვის უნდა ჩემი ხმის გაგონება, მეგობრებო? ეხლა მაინტერესებს უბრალოდ უცებ რას დამიწერთ. ცოცხი აქვე მაქვს. ცოცხი აქვეა, თქვენ არ ინერვიულოთ ამაზე აქვეა. მენატრები არა, მეგობრებო. მონატრება ხო, ჯერ ხო ესე შეიძლება, ნუ რა ვქნა ეხლა რაც დააშავა მისი ბრალია. იცით მეგობრებო რა უნდა? თქვენ ეხლა ისეთ რაღაცას გეტყვით, მე შოქს მიიღებთ. თქვენ როგორ გონიათ ახლა მე მაგას ვერ მიხვდები? რისთვის უნდა ჩემი ხმის გაგონება? მეგობრებო. ეს ის ადამიანია, ვინც
აი ზუსტად ამაზე დადის. აი ამას უყურებს, ამას იკვლევს. ამას იკვლევს ჩემს გამო. ჩემზე იკვლევს ამით ყველაფერს. თქვენ არ გეგონოთ სხვანაირად, მეგობრებო, ამას კაცებიც აკეთებენ. ასე რომ მას აინტერესებს ახლა მეგობრებო ეს ჩემი ლაივები ფორიუზეა. ჩემი საჯარო გაშლები, ლაივები თუ საჯარო გაშლები ყველა ფორიუზეა მეგობრებო და მასთანაც ამოხვედრილი და აინტერესებს ხელით მიცნობს მეგობრებო თქვენ რა გონიათ. მამაკაცების სულელები არ გეგონოთ. ამის დადგენა უნდა ეხლა ეს ხმა, რასაც აქ მე ვსაუბრობ და ეს ხმა რაც აქ ისმის და ჩემი ხმის იდენტიფიკაცია უნდა რომ გააკეთოს მეგობრებო. აი მეგობრებო აი ზუსტად და მე უთხარი ვერ ეღირსები. ხო. აბატონო კუცურა. უძახე კუცურა. სულელი არაა მეგობრებო. არა, ძალიან ჭკვიანი ადამიანია, უჭკვიანესია. სულელი არაა ნამდვილად. მაგრამ ადამიანებს ჭკვიანებსაც ემართებათ სულელური რაღაცეები. აბატონო პასუხი. ხო. უჭკვიანესი ადამიანია მეგობრებო. უნიჭიერესია, უჭკვიანესია. მაგრამ მაიმუნივითაა. მაიმუნივით ლამაზია. ხო. აი ზუსტად. აი ესა ის მაიმუნივით ლამაზი, ეს გავს ძალიან მას. ესეთია მეგობრებო. აი ზუსტად ჩემი პარტნიორი ესეთია. ჯადო არა, ჯადოზე არ ვსაუბრობთ ახლა ჩვენ. უბრალოდ ხმის ინტონაციის შედარება უნდა მეგობრებო. ანუ ხო ხვდებით, რასაც გულისხმობ. მას შეუძლია რომ აი ეს ხმა, რაც აქ გესმით თქვენ და ჩემი ხმა, რასაც მთხოვს რომ მე ჩემი ვოისი გაუგზავნო იმ ადამიანს, ხო? იმის იდენტიფიკაცია უნდა რომ გააკეთოს, შედარება უნდა რომ გააკეთოს, ხო? აი ამის გაკეთება უნდა და ამას ვერ ეღირსება ჩემგან. მაგან რო გაიფიქრა, მე ის უკვე გაფიქრებული მაქვს, მეგობრებო. მე ასეთი სულელი კი არ ვარ. ის რო გაიფიქრებს, მე უკვე მე გაფიქრებული მაქვს. ხო. აბა რა ვქნა ახლა? მოგტარა ცოცხალი მტარზე ვენოკია, რა ვქნა? ადამიანი რომელმაც წავიდა. მეგობრებო. წავიდა არა, მაიძულა რომ მეწავსულიყავი. ისეთი რაღაცები გააკეთა მეგობრებო, ხო? მაიძულა რომ მეწავსულიყავი. ხო, და მე წავედი. თქვენ რა გონიათ? დაველოდებოდი და შევეხვეწებოდი ვინმეს? არა. ზუსტადად წავედი, რატომაც არა. მას უნდოდა რომ შევხვეწნილიყავი და მეჩუქა, მე მათხოვრა. ხო, მათხოვრობა დამეწყო არავითარ შემთხვევაში. აი ასე. კი, რა თქმა უნდა. მე წავედი და ჩემი წასვლით აი, მე ჩემი ფინანსები მაქვს, მე ჩემი ცხოვრება მაქვს, მე ჩემი ოჯახი მყავს. თავით გადავეშვი ჩემს სამსახურში, მეგობრებო, ამიტომ ესე უნდა გააკეთოთ თქვენ და ძალიან კარგია თუ ესე გააკეთეთ. ამიტომ ახლა მოდის ესე. თქვენ რა გგონიათ? თქვენი შრომის შედეგს ახლა ნახავთ მეგობრებო. სულ ცოტაც მოითმინეთ. სულ ცოტაც მოითმინეთ მეგობრებო. სულ ცოტაც. ახლოს ხართ, ძალიან ახლოს ხართ შედეგთან. ხო, უყურე? დასვენება. მოდის ეს დასვენება, ამდენი ტკივილის და განცდის შემდეგ მოდის დასვენება მეგობრებო. ამოისუნთქებთ. ხო. ადამიანი მოდის თქვენთან შრომისთვის. აი მეგობრებო, უყურეთ? ადამიანი მოდის შედეგებისთვის, ანუ თქვენთან მოდის ურთიერთობაზე მუშაობისთვის და მას უნდა რომ რეორგანიზაცია გაუკეთოს ახლა თქვენს ურთიერთობას და ამ ადამიანს უნდა რომ შედეგები ნახოს. მისი ჭირი მე თქვა. ეხლა საქმე ისაა, ჩვენ თუ გვინდა ეს. ეხლა მე მინდა? მე მაქვს ის განწყობა, რაც მქონდა მის მიმართ. თქვენ გააქვს ის სიყვარული, ის სითბო, ის ციმციმათვალები მის მიმართ, რო გქონდათ, მეგობრებო? რომელს გაქვთ ეხლა აღიარეთ. თვალები ისე გიციმციმებთ, მეგობრებო? არა მგონია. ვერ დავიჯერებ.
უნდა, როგორ არ უნდა, აჰა, უნდა. გადაწყვეტილება თქვენზეა. თუმცა თვითონ ხო, აბატო, აი მეგობრებო, წყვილში ხართ, ნახეთ. თქვენ აღარ გინდათ, მაგრამ ეს ადამიანი თქვენს გვერდით აუგეს, არსად არ წავა მეგობრებო. ეს არსად წავსლელი არაა. ბიჭიკო. ხა. ამ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, რომ თქვენს გამო იბრძოლოს. მოდის მეგობრებო, რამდენადაც არ უნდა გამიბრაზდეთ ახლა. ეს ადამიანი მოდის და ეს ადამიანი თქვენ ასე ადვილად თავს აღარ დაგანებებთ. იმიტომ რომ კარგად მოუცოცხეთ თქვენს თავის დროზე ცოცხი უკვე. ამან ეს თქვენ არ გქონდათ, მაგრამ ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა. თქვენ სიტყვიერად მოუცოცხეთ, საქმით მოუცოცხეთ. ხა. აი ზუსტად მეგობრებო, მისი ცხვირის ჭირი მე თქვა. ხო, აბა რა. კუდა მოძუებული დარჩა მეგობრებო. ამიტომ მოდის, თქვენ აღარ უყურებთ ახლა ამ ადამიანს, ხედავთ, თქვენ ამას არ უყურებთ, ეს გიყურებთ თქვენ პირიქით. გადაწყვეტილება, აქტიურობა თქვენსკენ მეგობრებო. ხედავთ ხო კარტებს? გადაწყვეტილების მიღება, დაწინაურება, ანუ ეს ადამიანი თქვენსკენ მოდის, ეს აქტიურობის კარტია. თქვენსკენ მოდის მეგობრებო. ხო, ძალიან კაი გიქნია თუ მოუცოცხე. ძალიან კაი გიქნია. მეც მოუცოცხე და თან ძალიან მაგრად იმფერი მოუცოცხე მეგობრებო, საერთოდ გავქრი რადარზე. 4 წელი საერთოდ გავქრი, როგორ მომაგნო არ ვიცი. გეფიცებით არ ვიცი როგორ მომაგნო. არ ვიცი როგორ მომაგნო. ყველაფერი გავაუქმე, ყველაფერი წავშალე, ყველაფერი აბსოლუტურად, საიტები ვაფშე ყველა წავშალე. საიდან მომაგნო არ ვიცი, ინსტაგრამზე საიდან მომაგნო არ ვიცი მეგობრებო. არ ვიცი. სავარაუდოდ ეჭვი მაქვს რომ ტრენდიდან. ტრენდი ხო, ერთ-ერთი ინსტაგრამის გვერდითა კიდე გვერდით აკაუნტია, თუ ქსელია რაღაცა მიმაგრებული ინსტაგრამზე. იქ მაქვს სახელი და გვარი და იმით მომაგნო. არ ვიცი საიდან ამოაგდო, საიდან ნახა, აზრზე არ ვარ მეგობრებო. 3-4 მეგობარი მყავდა. საიდან უბრალოდ სახელი და გვარი მეწერა იქ. არც ერთ სოციალურ ქსელში სახელი და გვარით არ ვარ მეგობრებო. სრულად არ ვარ. ხო, კიდევ რას უნდა ელოდეთ ამ ადამიანიდან? ბრძოლას. ეს ადამიანი იბრძოლებს, მეთქი გეუბნებით მეგობრებო. თან ძალიან იბრძოლებს. ესე ადვილად არ დაგანებებთ თავს. იმიტომ რომ ძალიან ცუდათაა. ძალიან ცუდათაა. კიდევ. ხო, ამას არ გეუბნებათ თქვენ. არა, მეგობრებო, მოდის. თქვენ ეს ადამიანი ისე დაგადგებათ თავზე პირ დაღებული დარჩებით. იმ წუთას ეცით ტელეფონს და დამიწერეთ პირაჩი მომწერეთ მეგობრებო. და ამ ცოცხს მოусვამ ასე რომ მე გულზე არ მოგივიდეთ. ნახეთ მისი ჭირი მე რა ლამაზია. მეგობრებო, ნახეთ როგორი თვალები აქვს. ხორცმეტი რო აქვს აგერ არა? ნახეთ როგორი თვალები აქვს მეგობრებო. ხო, ძალიან მიყვარს. ძალიან საყვარლობა. ითიკვილილოა კიდევ. ლაუკოლა. არა, ეს საშიში არაა მეგობრებო, დედას გეფიცებით. ეს ნამდვილად არაა საშიში. ძალიან კარგი პიროვნება ეს. ეს ჯობია იმას. ეს ბევრად მირჩევნია იმას. ხო. მოდის მეგობრებო, მოდის. ისე დაგადგებათ თავზე, რომ თქვენ რო ვერ წამოგიდგენიათ. ხო. ეხლა მე მისი ზღაპრების არ მჯერა განა, მაგრამ დავინახავ ერთი. იცით, როდის დავიჯერებ? აი ზუსტად ესე პირისპირ რო დამიდგება ადამიანი. მაშინ დავიჯერებ უკვე.
მოდის. პასუხისმგებლობის აღება უნდა. ეს არის პასუხისმგებლობის კარტი ჩემთვის. მეგობრებო, რა ვქნა, მოდის. აქ ნუ წერე ხა ესეთ რაღაცებს. მეგობრებო, ერთი წუთით. მოკლედ ეს ადამიანი მოდის თქვენთან ჩემო ძვირფასებო, მაგრამ აი ესე ხართ თქვენ უკვე მასთან. აი ესე მეგობრებო. თქვენ ხართ უკვე ძალიან ჩაკეტილები მასთან. თქვენ მას არ მიიღებთ უკვე. არ მიიღებთ ჩემო ძვირფასებო. თქვენ მას არ მიიღებთ. მაგრამ ურთიერთობაში არის ტრანსფორმაცია. ეს ადამიანი იმყოფება ტრანსფორმაციაში, მომიტევეთ, მეგობრებო, ეხლა წამიერად. ხო, გავაგრძელებ. ეს ადამიანი არის ტრანსფორმაციაში და აუცილებლად გააქტიურდება, იმიტომ კიდევ არის ტუზის კარტი. გამოვა ამ გაუგებრობიდან და აუცილებლად მოვა ურთიერთობაზე მუშაობით. კი, ამაზე ფიქრობს, რომ აი როგორ მოგიახლოვდეთ, როგორ გაანულოს ეს სიტუაცია, როგორ დაიწყოს ყველაფერი თავიდან და ამ ყველაფრის გაკეთება უნდა ძალიან მოულოდნელად, აი მართლაც რომ არ ელოდებით, ჩემო ძვირფასებო. რომ არ ელოდებით ისე. კი. შემოთავაზებებით მოვა, დახმარებით მოვა, საჩუქრებით მოვა. ხო, სტაბილურობით მოვა ჩემო ძვირფასებო. კი და გაგიკვირდებათ ეხლა რასაც გეტყვით, მაგრამ ეს ადამიანი მოვა ძალიან შეცვლილი. ხო, ისეთი აღარ იქნება როგორიც იყო. სქურუმი ადამიანის პოზიციაში ამოდის, კი, ძალიან სხვანაირი იქნება ჩემო ძვირფასებო. რა თქმა უნდა, უფალს როგორც უნდა, ისე იქნება მეგობრებო. უფალმა იცის ჩვენ როგორც გვჭირდება. ჩვენ როგორ გვინდა არა, ჩვენთვის როგორც უკეთესია, ისე ჩემო ძვირფასებო. ხო, აი გითვალთვალებთ, არსად არა წასული, არ ინერვიულოთ. ამაზე არ ინერვიულოთ, ჩემო ძვირფასებო, არსად არა წასული. უბრალოდ ძალიან ცუდათაა თვითონ. გვიჭმაჭუნა რა ქნას. კუცურა. მოდის მეგობრებო, სურვილებისთვის მოდის, ოჯახის შესაქმნელად მოდის. ძალიან დიდი ტყუილები იყო თქვენ შორის, ძალიან დიდი აი კი ტყუილები.
რაღაც მოგატყუათ, შეიძლება ამ ადამიანმა მოგატყუათ, შეიძლება აქ კიდევ იყოს ადამიანების ჩარევა ურთიერთობაში, მეგობრებო, 1 არა და 2 არა და უფრო მეტისაც. ამიტომ დაიშალა თქვენი ურთიერთობა. საქმე არა იმ სამკუთხედზე, სადაც ადამიანი ყავს გვერდით. არა, მეგობრებო. არა. სამკუთხედში შედის მშობლებიც, გარემოებაც, ის რომ სამსახურში დადის და თქვენ არ გაქცევდათ ყურადღებას. ესეც სამკუთხედია, მეგობრებო. ყველაფერი აირჩია თქვენს გარდა ადამიანმა. ხო, ყველაფერი იყო უპირატესობაში მისთვის თქვენს გარდა. აი ესაა სამკუთხედი. ამიტომ, მეგობრებო, თქვენ სიტუაციას მოერგეთ ვის რა გაქვთ. ხო? ხო, თუმცა სიყვარული მოჯაჭულია თქვენთან ეს ადამიანი და თქვენ ამ ადამიანს ბევრი თქვენთაგანი ელოდება. ბევრი თქვენთაგანი ამ ადამიანს ელოდება. აი, მეგობრებო, თქვენ იცით რომ ეს ადამიანი უნდა მოვიდეს. რა საინტერესოა, კი. თქვენამდე უნდა მოვიდეს. სხვანაირად არ შეიძლება უფალი არ დაუშვებს. თქვენ ეს, აი, მეგობრებო, გამარჯობათ ყველას. აი, აქვე გეტყვით გამარჯობას. თქვენ ამ ადამიანს ელოდებით. თქვენ იცით რომ ეს ადამიანი მოვა, ბრძოლით მოვა. სხვანაირად ვერ მოვა, ამ ადამიანმა უნდა იბრძოლოს, რომ ამ სიყვარულს მიაღწიოს თქვენთან. ხო. ეს ადამიანი თუ არ იბრძოლებს, თქვენამდე ვერ მოვა, სამყარო არ მოუშვებს. მას ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი. ეს ადამიანი ამ ადამიანმა ძალიან ბევრი უნდა იბრძოლოს, რომ თქვენი ნდობა დაიბრუნოს. ხო, იცით რატომ? იმიტომ რომ თქვენ დაიფიცეთ უკვე. რომ ამ ადამიანს ისე აღარ მოუშვებთ, როგორც ადრე. ისე ვერაფერი ვერ იქნება, როგორც ადრე. იმიტომ ვერ იქნება, რომ აქ ბედის ბორბალია უკვე. აქ არის ბედის ბორბალი. ხო. ასე რომ, ჩემო მეგობრებო, ელოდეთ ამ ადამიანს. ოღონდ თქვენ არაფერი ნაბიჯი არ გადადგათ, მეგობრებო. უბრალოდ მას დაელოდეთ. და რომ მოვა დააკვირდით ადამიანს. ზოგადად ეხლა ხელს უცებ ნუკრავთ. აცადეთ იბრძოლოს, იომოს, იოფლოს, ინერვიულოს და თავით იტკინოს, გულით იტკინოს, ნერვით იტკინოს, ხელით იტკინოს, ფეხით იტკინოს. ყველაფერი ასტკივდეს აცალეთ. ხო. თქვენ ხო გტკიოდათ აქამდე? ხო გადაგიარათ. ეხლა მას უნდა ასტკივდეს, მეგობრებო. ხო, ეხლა მას უნდა ასტკივდეს. ასე რომ აცადეთ. აცადეთ ადამიანს, მოსვლა უნდა და აცადეთ, მეგობრებო. ამიტომ მოვა. ხო, და თქვენ ამ მოსვლაში ხელი არ შეუშალოთ. თქვენ არ გადადგათ ნაბიჯი. თვითონ მოვიდეს, თვითონ მოვა. თქვენ იყავით ესე გაწონასწორებული. თქვენ ისედაც იცით რომ მოვა, ასე რომ იყავით ესეთი მშვიდები. მეგობრებო, კიდევ გავიმეორებ. 1 თვე, 2 თვეა ველოდები და რით ვეღარ მოვიდა. 1 მწერდა 4 თვეა უკვე ველოდებიო. ეხლა კიდე 6 თვეა უკვე მასე ვარო. მესმის თქვენი, მაგრამ 4 წლის მერე გამოჩნდა ადამიანი. რას ლაპარაკობთ, ჩემო ძვირფასებო? რას ლაპარაკობთ? თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა? 1 თვეში და 2 თვეში გინდათ ადამიანის გამოსწორება? თქვენ რა გონიათ ის ჩემი კუცურა რომ მოკუცურდა 4 წლის მერე? თქვენ როგორ ფიქრობთ ისაა გამოსწორებული? საკმარისი იყო ის 4 წელი მისთვის? არა. კიდევ 1-4 დააგვიანდეს იქნებ მას. ხო. ამიტომ ძალიან გთხოვთ. გადაერთეთ საკუთარ ცხოვრებაზე და ამ ყველაფერზე არ იფიქროთ. უბრალოდ ჩორიდან უყურეთ. ხო, ხანდახან უბრალოდ გადახედეთ ამ ყველაფერს. ამ ადამიანს ნუ დაელოდებით თქვენ. გეთანხმები, ბევრი არ იცვლება. ერთეულები იცვლებიან მარტო. ერთეულები. უბრალოდ. ყველა არა, ყველა არ იცვლება, ჩემო ძვირფასებო, ერთეულები კი. ამიტომ ჩვენს ოცნებებზე ვიფიქროთ, ჩვენს გეგმებზე ვიფიქროთ. კითხვა პასუხები არ მაქვს, ჩემო ძვირფასებო, ძალიან გთხოვთ. ძალიან ბევრჯერ ვიმეორებ ერთი და იგივეს, ძვირფასებო, მეგობრებო, ძალიან გთხოვთ.
მოდი ახლა მინდა ჩემი ასტრაბარათით ვკითხვა. უბრალოდ. აი, როგორ მორბის, კი არ მოფრინავს, მოჩლიქინებს. ხო. აი ასე. რას გვეტყვის ახლა? ბედის ბორბალზე. ოხ, ამოვარდა კარტი. ცნობის მოყვარეობის კარტი ამოვარდა, მეგობრებო. თქვენი პარტნიორი ძალიან ცნობის მოყვარეა, ეხლა ცნობის მოყვარეობა კლავს ამ ადამიანს. რატომ კლავს ცნობის მოყვარეობა? რისი ცნობის მოყვარეობა კლავს? რაღაცის დაწყება უნდა, წამოწყება უნდა, დაწყება უნდა, ესაა დაწყების, წამოწყების, ესაა გახსნის, გააქტიურების კარტია, მეგობრებო, დაწყების. ხო. და ამ ადამიანს ცნობის მოყვარეობა კლავს, როდის დაიწყებს, როდის გაახლებს ზოგის, როდის აი მეგობრებო, როდის გახსნის ამ ცხოვრების ახალ წიგნს, ახალი ეტაპი როდის დაიწყება მის ცხოვრებაში, ცნობის მოყვარეობა კლავს. კიდევ რა? მანდ ვართ. ჯერ ეს ერთი, ეს ადამიანი, ეს კარტი ტრანსფორმაციისაცაა. ეს კარტი ძალიან ბევრისაა, მეგობრებო, ბევრი რამისაა. ეს ადამიანი ტრანსფორმაციაშია, ეს ერთი. მერე მეორე, მეგობრებო, ძალიან მისტიური ადამიანია თქვენი პარტნიორი. ხო, ეს მეორე. კიდევ ძალიან ბევრი. ეს ადამიანი არის კიდევ თქვენს ცხოვრებაში, არა მარტო ტრანსფორმაციაშია თვითონ, თქვენი ტრანსფორმატორიც არის ეს ადამიანი. მოკლედ, თქვენი ტრანსფორმატორი არის ეს ადამიანი. ამ ადამიანმა თქვენს შეგიყვანათ ტრანსფორმაციაში. თქვენი თავის სიყვარული გასწავლათ, შეგცვალათ, უფრო სულ სხვანაირი გაგხადათ, სხვანაირად უყურებთ უკვე ყველაფერს, სიტუაციას, ადამიანებს, ყველაფერი უკვე სხვანაირად გეჩვენებათ, ისე არა, ისეთი გულუბრყვილოები აღარ ხართ, ანუ ხვდებით, ხო? ხო. აი ეს კარტია ზუსტად მაგის. კიდევ გავაგზელებ. ეს ადამიანი შეიძლება კიდევ რაღაცებს იძიებდეს, იკვლევდეს. ეს ადამიანი იკვლევდეს კიდევ რაღაცებს და იკვლევდეს იმას. გეუბნებით, ეს არის ცნობის მოყვარეობის კარტი. ამიტომ თქვენი ადამიანი დაინტერესებულია და ცნობის მოყვარეობით გაკვირდებათ კარტებზე, მაგიებით, ანუ მაგიებით, კი არა, უпростоრად, ანუ ტაროლოგით, ხო, აი ამ მხრივ გაკვირდებათ, მეგობრებო. გეუბნები გამოკვლევებს აკეთებს თქვენზე. რას მოქმედებთ, თქვენთან როგორი ბედი ელის, თქვენ რას ფიქრობთ მასზე, ზოგადად თქვენ შესახებ ყველაფერს იკვლევს ეს ადამიანი. ხო. ამიტომ კი აი დუმლოებები აქვს ძალიან ბევრი ამ ადამიანს, რომელსაც არ გეუბნებათ, ამას ახლა როგორ იტყვის? ამას ვერ იტყვის, მეგობრებო. მოკლედ ძალიან უნდა თქვენთან თანამშრომლობა, ანუ უყურეთ, თქვენთან გაწიწვა გამოწიწვით არაფერი გაუვიდა, კამათით არ გაუვიდა, ქედმაღლობით არ გაუვიდა, ეგოისტობით არ გაუვიდა, არაფრით არ გაუვიდა თქვენთან. ამიტომ ამ ადამიანს უნდა ეხლა მოლაპარაკებებით მოსვლა. და ცნობის მოყვარეობა კლავს ეხლა, თავდახრილი რომ მოვიდეს თქვენთან, თქვათ, მოლაპარაკებით რომ მოვიდეს, მიიღებთ? ყველაფრის ცნობის მოყვარეობა კლავს, მეგობრებო, გეუბნებით. ძალიან ბევრნაირად ცდილობს ეხლა გაარკვიოს, თუ როგორ მოვიდეს თქვენამდე. როგორ მიიღებთ, რა სიტუაციით მიიღებთ? იმით თუ ამით, ამით თუ იმით, თავდაბლობით თუ კამათით, ჩხუბით თუ გაურკვევლობით. აი, რომ მოვიდეს, რითი მოვიდეს, რომ თქვენი გული მოიგოს. კიდევ ძალიან გაიდეალებთ. გაიდეალებთ ძალიან ეს ადამიანი.
თქვენ ხართ მისი იდეალი. თუმცა იმასაც ფიქრობს, რომ თქვენ მის მახეში გაებით, არა და თვითონ გაება თქვენ მახეში მეგობრებო. არა და პირიქითაა, ხო? მას გონია რომ თქვენ მის მახეში გაგაბათ, მაგრამ თქვენ მას აზიხართ უკვე. ანუ ხვდებით ხო, რასაც გულისხმობთ. ნახეთ, აქ ხატია უბობა, რომელიც უკვე თავის მას ხელში ყავს თითქოს ხელში ყავთ. ნახეთ, აქ რაღაცებს აკეთებს ეს ადამიანი, ხო, რაღაცებს მოკლედ მაქინაციობდა რო იტყვიან. ხო და ხო რაღაცაში ჩაყო ხელი მეგობრებო. კი, რაღაცები გაკეთებული აქვს ამ ადამიანს. ეს აქ ტყულა არ არის მაგის კარტი. მორგანას კარტი, აქ ტყულა არ არის. ხო, თქვენ ხართ მისი ოქროს თევზი, რომელიც დაჭერილი ყავს. მას გონია რომ დაჭერილი ყავს, მაგრამ პირიქით მოხდა, მიხვდით, მეგობრებო? თქვენ ყავთ უკვე დაჭერილი ეს ადამიანი. მას უნდა პირიქით ყოფილიყო და პირიქით მოხდა. მას გონია რომ თქვენ დაგიჭირათ ოქროს თევზი, მაგრამ ხო, თქვენ კი ხართ მისთვის ოქროს თევზი. მას გონია რომ მეგობრებო, თქვენ დაგიჭირათ, მაგრამ პირიქით მოხდა ეხლა. მიხვდით? პირიქით და გაბმული მახეში. ხო, თვითონ გაება მის გაბმულ ობობას ქსელში. ხო, აი ესე მოხდა, ამის თქმა მინდა. კიდევ რა მეგობრებო? კიდევ რა? კიდევ ის რომ ძალიან ნიჭიერი ხართ. თუმცა არც თვითონ არის ნაკლები, მაგრამ ნიჭიერ ადამიანებსაც ემართებათ რაღაცები მსგავსი მეგობრებო, შეცდომები ყოველას მოსდის ეხა. თავარია ისეთი სერიოზული არ იყოს და გამოუსწორებელი თორე. შეცდომა ვის არ მოსვლია დღეს. დღევანდელ დღეს მეგობრებო. ძალიან ნიჭიერი ადამიანია თვითონაც. მაგრამ ტალანტს ვერ იყენებს, ნიჭს ვერ იყენებს. ხო, ეს არის კიდევ მიჯაჭულობის კარტი. თქვენთან იმდენად მოჯაჭულია მეგობრებო, ეს ადამიანი უთქვენოდ ვერ გაძლებს. ახლა როგორც გინდათ, ისე მიიღეთ ეს ამბავი. ისე გაიგეთ. ძალიან მოჯაჭულია თქვენთან. ნახეთ, აქ რა ხატია ღმერთო, ყოველ ახალ ჯერზე ვაკვირდები კარტებს. ამ ადამიანს, ეს ადამიანი იმდენად მოჯაჭულია თქვენთან, აქ ნახეთ ქვიშის საათი. ქვიშის საათს ატრიალებს მეგობრებო. ეშინია იმის რომ დრო ილევა, დრო და ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი. ამასაც ფიქრობს. დრო. სულ დროს ითulis, დროს უყურებს, დროის ეშინია, დროის დაკარგვის ეშინია, ანუ დრო, ძალიან ბევრჯერ მომდის ეს სიტყვა, დრო. ხო. ეხა გამახსენდა ერთი სიმღერა. წეროები მიფრინავენ შორს. ხო იცით ეს სიმღერა მეგობრებო? აი ზუსტად, ეს ხართ თქვენ ის წერო, მეგობრებო, რომელსაც თავზე ხელს უსმევს და ეშინია რომ ეს არ გაუფრინდეს. აბატონო, დრო და დრო იძახის, იძახოს და იყოს ეხა დრო. მეგობრებო, კითხვებზე პასუხი არ მაქვს. რამდენადაც არ უნდა იმეოროთ. Life is love, როგორ ხარ? ჩემო კარგო. ხო, აი მეგობრებო. და ამ ადამიანს ეშინია რომ ის წერო, რომელიც თეთრია და წმინდაა, წერო, რომელსაც კარგი ამბების მოტანა შეუძლია, ესეც ერთ-ერთი ნიშანთვისება, ეს წერო ხართ თქვენ და ამის დაკარგვის ეშინია. ეშინია რომ ეს წერო არ გაუფრინდეს. ხო, ეშინია მეგობრებო, ძალიან ეშინია ამის. მაგრამ რა ვქნათ? შიშით ვერ ვიხსნი სიკვდილსაო, ხო მეგობრებო? გაიხარე ჩემო კარგო. ღრმესი მადლობა. ყველას ჩემო ძვირფასებო. კიდევ ერთი ბოლო კარტი მეგობრებო და ნახოთ. აი რა ვქნა, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ.
აქ არის დიდი სიყვარული. ეს არის ორმხრივი სიყვარულის კარტი, მეგობრებო. თქვენ შორის ორმხრივი სიყვარულია. ეხლა არ შემეკამათოთ ამაზე. იმასაც უყვარხართ და თქვენც გიყვართ. უბრალოდ ამის აღიარება უკვე თქვენგან ძალიან რთულია, იმიტომ რომ მესმის. გული გატკინათ. კარგად მესმის თქვენი. მე თქვენს გვერდით ვარ და მიგულეთ. მაგრამ აქ ორმხრივი სიყვარულია. ეხლა არ შემედაოთ, მეგობრებო. არ შემეკამათოთ ამაზე, ძალიან გთხოვ. კი, მეც კარგად ვარ. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, რაც მინდა ამ კარტით თქვა ის, რომ რამდენიც არ უნდა ამ ადამიანმა ისეთი საქციელები გააკეთოს, რომ კი, მესმის უკვე თქვენ მისი აღარ გესმით. მაგრამ ამ ადამიანს უყვარხართ. ეხლა აღიარეთ საკუთარ თავთან, რომ თქვენც გიყვართ. უბრალოდ ამ ყველაფერს არ აჩვენებთ. მესმის თქვენი ძალიან კარგად. და ისიც მესმის, რომ ასეც უნდა მოიქცეთ, სხვანაირად არ გაგივიდათ. აღარ აჩვენებთ თქვენ ამ ადამიანს თქვენს სიყვარულს და სითბოს, მაგრამ ორმხრივი სიყვარული აქვს. აქ არის ორმხრივი სიყვარული, მეგობრებო. და უყურეთ, ეს ადამიანი აუცილებლად ეცდება აი გასაღები მოარგოს თქვენ გულს. თქვენი გულისკარები რო გააღოს, ეს ადამიანი აუცილებლად ეცდება. კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, მეგობრებო. ეს ადამიანი ძალიან კარგად ეცდება, რომ თქვენი გულისკარები, აი რაღაც ის ოქროს გასაღები მოგარგოთ. ეხლა მე ამას ვერ გეტყვით აქ, როგორ გააკეთებს ამაზე, როგორ მოახერხებს, მაგრამ კი, ამას მოახერხებს და მას ამაში ანგელოზები დაეხმარებიან. იმიტომ რომ ამ ადამიანს მართლაც აქვს თქვენს მიმართ სიყვარული. და აი ამით გაიმარჯვებს ზუსტად, რომ რანაირადაც არ უნდა მოგეჩვენოთ მისი ეს სიყვარული, მეგობრებო, მას აქვს, ოღონდ წრფელი სიყვარული აქვს. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ. აღარ აჩვენებთ, რა თქმა უნდა, არც მე არ ვაჩვენებ. არც მე ვაპირებ, რომ ვაჩვენა. არავის არ ვაჩვენებ, საერთოდ, ზოგადად. მაგრამ თვითონ მაინც ეცდება. თვითონ მაინც ეცდება, მეგობრებო, აი ნახეთ როგორი სურათია. გასაღები უკავია ხელში ადამიანს, რომელსაც შეუძლია რომ რაღაც კარები გააღოს, გულის კარები გააღოს, ცხოვრების კარები გააღოს, ახალი ცხოვრების, აი რაღაც კარები, დიდი კარები გააღოს. თუნდაც თქვენი გულის კარები. ხო. მე მაგალითად, მეგობრებო, იცით რა ვქენი? თქვენ გაგიკვირდებათ ახლა რასაც გეტყვით. ვიყიდე ბოქლომი თავისი გასაღებით. ხო. ვიყიდე. და გადავაგდე დინარეში. აი ასე ვქენი. ხო. იმიტომ რომ ასე ჩავთვალე საჭიროდ. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ხოდა ეხა მან ეძებოს ეს გასაღები და მოარგოს აბა. იმ ბოქლომს, რომელიც გადავაგდე, მეგობრებო, კეთილინებოს და მოარგოს. ხო. აი ასე. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე მივწერე ის. მე მას მივწერე, ასე რო გავაკეთე. მივიდეს და მოარგოს ეხლა გასაღები. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთ იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი, როგორიც არ უნდა იყოს. ცოტა მაინც ვიხალისეთ, ძალიან კარგად ვიხალისეთ. ჩვენ გწურაზე და იმ ადამიანზე, რომელმაც დღეს სასწაული კომენტარი დამიწერა, დამიტოვა. რატომ მატყუებგო? ხა, მეგობრებო. არა, ჩემო ძვირფასებო, ესეთ რაღაცებს მე თქვენ არ გასწავლით. ეს უბრალოდ არის ის მე როგორც გონება მიკარნახა, ისე გავაკეთე. ეს მე არ მისწავლია და ეს მე არ დამინახია არსად. უბრალოდ მე მინდოდა რომ ასე გამეკეთებინა. მეტი არაფერი. აი ზღაპრებში მინახია რომ გასაღებს რო გადაყლაპავს რაღაცა, ან ზღვაში გადააგდებს, ხო, გინახიათ ესეთი რაღაცა. ხო და იმედ ბავშვობაში გეუბნებით, ძალიან ბევრ რაღაცას ვუყურებდი. მთელი ღამე ვათენებდი. ბუ ვიყავი, მეგობრებო, ღამის. ხო, ბავშვობიდან მიყვარდა ღამე. ღამის თენება, ღამე რაღაცების ყურება, კეთება. ჩემი აი როგორ იტყვიან ჩემი სამყარო მქონდა ღამე? ხო, რაღაც ასეთი.
ხო. ბავშვობიდან ვიყავი ჩაკეტილი ბავშვი. ჩემთვის ვიყავი ყოველთვის მეგობრებო. ჩემთვის. ძალიან ისეთი კონტაქტის ბავშვი ვიყავი. არ ვიყავი ყველასთან გახსნილი. თავიდანვე ესეთი ვიყავი. ხო, ეხლა და ეხლა ვიხსენებ ყველაფერს დეტალურად. აი, ეხლა და ეხლა თუ როგორი ბავშვი ვიყავი, თურმე როგორი ვიყავი და თურმე რატომ ვიყავი ესეთი და თურმე სადამდე უნდა მოვსულიყავი. ჩემი დანიშნულება რა ყოფილა, მეგობრებო? აი ესაა ჩემი დანიშნულება. და კიდევ წამოწყება, რაღაცის წამოწყება, კიდევ უნდა გავაკეთო რაღაცა, ჯერ არ ვიცი რა, მაგრამ რაღაცეებზე ვფიქრობ, კი. ამასთან დაკავშირებით, ეხლა ამ საქმიანობასთან დაკავშირებით, ამ საქმიანობას რაც ჭირდება და რაც ეხება, ზუსტად ის მაინტერესებს მე და იმას ვაკეთებდი ყოველთვის, მეგობრებო, სანთლებს ვაკეთებდი. მაზებს ვაკეთებდი. ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებდი, რაც ამასთან არის კავშირში. ძალიან ბევრს. ეხლა და ეხლა ხვდები ამ ყოლაფრის თავს და მიზეს. რომ რა ყოფილა ამისთვის და რატომ ყოფილა საჭირო. სანამ აქამდე არ მოვედი, არც უფალმა მომეშვა და არც სამყარო მეგობრებო. რა ვქნა? სანამ ეს საქმე არ დავიწყე. აი ეს საქმე რო დავიწყე, ბევრად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ოღონდ მართლა. უფრო ძლიერი გავხდი, უფრო თავდაჯერებული გავხდი. აი თქვენთან ურთიერთობაც უფრო ძალიან მაძლიერებს. უფრო სხვანაირად დავინახე ყველაფერი. ყველა და ყველაფერი. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, აკეთეთ ის, რაც თქვენ გულს უხარია და არავის არ მოусმინოთ. წინააღმდეგობებიც მქონდა ოჯახის წევრებიდან, მაგრამ მე რო დავსვი საკითხი, ხო, ამის არ შეგეშინდეთ. მეც მეგონა რომ არ მიმიღებდნენ, მეც მეგონა რომ არ გამიგებდნენ, მაგრამ არა, მეგობრებო. კატეგორიულად რო დასვამთ საკითხს ყოველასთან, აი თავდაჯერებულად და მაჯერებლად რო ისაუბრებთ თქვენს გადაწყვეტილებაზე, მეგობრებო, ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვით და ვერ გაგიბედავთ. საკუთარი თავის წმენა არასდროს არ დაკარგოთ. ესე აკანკალებული ვიყავი იმ მომენტში, იმ პროცესში, როდესაც თავზე დამადგნენ ამ საქმით. არავის არ შეგეშინდეს life is love. მე დამიჯერე. არავის არ შეგეშინდეს. ხო. ამიტომ ჩემო კარგო, თქვენს გადაწყვეტილებას და თქვენს ცხოვრებას, ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე გავიარე ეს, მეც მასე ვფიქრობდი, მაგრამ არა. არი ფიქრო მასე. მეც მასე მეგონა დედას გეფიცები, მეც მასე მეგონა, მაგრამ იმდენად იმ მომენტში, აი იმ პროცესში ძალა მომცა უფალმა, რომ ჩემს სიტყვას ძალა ქონოდა, ხო? გამიკვირდა გეფიცები. რო პირი რო გავაღედა ვთქვი და აი დავსვი საკითხი რომ ეს მე მინდა ვაკეთო. დედას გეფიცები, ყველას პირი ქონდა უკვე დაკეტილი. მიუხედავად იმისა, ჩემი მშობლები ძალიან ეკლესიურებია, ჩემი ოჯახი ძალიან ეკლესიურები არიან. აი ძალიან. ხო. მაგრამ რა ვქნა? მეც ძალიან მორწმუნე ვარ. ჩემ მამაოს რო უთხარი ეს ჩემი საქმიანობა და ანებე თავიო მითხრა და არა მეთქი. მე მამაოს ვერ მივეცი ამის პირობა, რომ მე ამას თავს დავანებებდი. იმიტომ რომ მე ეს ამას ეხა თავი რო დავანებო, მე ისევ უკან დავბრუნდები, ისევ ცუდად ვიქნები და მე არ მაქვს ამის სურვილი, მეგობრებო. მე არ მაქვს იმის სურვილი. რო ვიყავი ისე ვიყო. არ მაქვს იმის სურვილი. ხო, ასე რომ
ამით მე არაფერს არ უშავებ, ვისაც უნდა ცხოვრების გაუმჯობესება. იმისთვის ვარ ისეთი ადამიანებისთვის არსებობს ეს ყველაფერი. თორე ამით მე არაფერს არ უშავებ, ეს ჩემი საქმიანობა, ჩემი ვალდებულება, ეს არის ის, რაც უნდა მე ვაკეთო და ამისთვის ყოფილვარ დაბადებული ხარ და ამას მე ვერავინ ვერ მომიშლის, ჩემო ძვირფასებო. მე ამას არავის და არაფრის გამო თავს არ დავანებებ. ხო, ეს მე არსად არ მისწავლია. ეს არის ჩემი, ეს დამყვა მე დაბადებიდან. ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რომ მახსენდება ბავშვობაში, გეფიცებით, გიждები. რა თქმა უნდა, თითოეულ საჯარო ლაივში თუ გაშლაში ნებისმიერი ადამიანი თავის კითხვაზე პასუხს ნახავს. ნებისმიერ ჩემს საჯარო გაშლაში. აქ ატვირთულ ნებისმიერ ვიდეოში. ნებისმიერი ადამიანი თავის შეკითხვაზე პასუხს ნახავს. გაიგონებს. ხო, ასე რომ მე ამას არ შევწყვიტავ, არ შევწყვეტ. მე ამას თავს არ დავანებებ არავის გამო. რატომაც არა? რატომაც არ უნდა გავაკეთო? მე ხო ვიცი ეს რაცა. ხო, ამიტომ როგორც შემიძლია, ჩემო მეგობრებო, თქვენს გვერდით ვარ მეც. ასე რომ ეს არის ჩემი სურვილი. მე ამ ყველაფერს გულით ვაკეთებ. გულით და მთელი არსებით. კი. ჩემი მოწოდება ნამდვილად. მე მინდა რომ ეს საქმე ვაკეთო. მე მსიამოვნებს ამის კეთება. მე უბრალოდ მსიამოვნებს. მე ძალიან ბევრი რაღაცის კეთება შემიძლია კიდე უბრალოდ ეხლა ისეთი სიტუაცია მაქვს, რომ ამ ყველაფერს ვერ ვახერხებ ჯერ. მეგობრებო. ასე რომ გაიხარეთ ყველა თქვენ თითოეული თქვენთაგანი უღრმესი მადლობა ყველას. არა, კითხვებზე პასუხი არ მაქვს და უკვე ლაივს ვასრულებ. აქ კითხვებით არ მაქვს, უბრალოდ ლაივი მქონდა საჯარო თემით ბედის ბორბალი. დღევანდელი ჩვენი საჯარო თემა იყო ბედის ბორბალი. ჩემო მეგობრებო, ამ ყველაფერს შევინახავ და ავტვირთავ YouTube გვერდზე. YouTube-ის ლინკი მიმაგრებული მაქვს აქ ჩემს გვერდზე გადმოდით და იქ ნახავთ. ასე რომ თავისუფლად შეგიძლიათ გადახვიდეთ YouTube გვერდზე. მშვიდობიანი და ბედნიერი ღამე ყველას. უღრმესი მადლობა ყველას. ძალიან მიყვარხართ ყველა და ყველა მინდა იყოთ ყველა ბედნიერი. აუცილებლად. რასაც მინდა, გულით რაც მინდა იმას ვაკეთებ. ამ ყველაფერს მე ვერავინ ვერ მომიშლის. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. მშვიდობიანი ღამე ყველას და გაიხარეთ ჩემო ძვირფასებო. Life is love. თუ ჩართავ ლაივს შემოვალ შენთან, ჩემო კარგო. რა პრობლემაა? გაიხარეთ მეგობრებო და მშვიდობიანი ღამე ყველას კიდევ ერთხელ და უღრმესი მადლობა. აბა დროებით. ხვალამდე.